როდესაც ხმას ამოიღებს ადამიანი, რომ რატო უნდა ჩამოსახლდნენ უცხოტომელები საქართველოში, რაღაცი აღარ გდებენ ბრალს, შოვინიზმი, ჰომოფობი, ნაციონალისტი, თუ ჩემ კულტურულ და რელიგიურ იდენტობას რაიმე ემუქრება ასიმილაციის სახით, მაშინ მე განგაში ზავს ვტეხავ, ეს არ შეიძლება, მე გავქრები, ჩემთვის ძვირფასია ქართველობა, ქართული სული, ქართული კულტურა, ქართული ენა, უძვირფასესია. მე მინდა ჩემი შვილები, მათი შვილები, თუ ისე ვთქვა, ჩემს მერე ქვაქვაზე არ დარჩენილავ. ეს არ შეიძლება. უბრალოდ შეუძლებელია. ამის რა, თქვენ რა გონიათ, აბა რა არის ის სამაჩაბლო და ის აფხაზეთი? საიდან წარმოიშვა ეს ორი ფენომენი? რატო? იმიტომ რომ თავის დროზე რომ მოგზავნდი ბატონო, კი ბატონო, აგე მიიღე ისაც მიიღე. დავითი ომობდა. რატო ომობდა კაცო? რატო ომობდა? ასე კლავდა თავს. რატო მოიგო დიდგორი დავითმა მაინტერესებს? რა საჭირო იყო? რატო გაწირდა თავი? ეთქვათ რომ თურქებისთვის რომ აბა ჩვენ ძმები ვართ, როგორც გინდა ეგრე ვიყოთ. ფიცი მიეცა იმისთვის ერთგულებისა სულთანისთვის და რა საჭირო იყო ეს? და მას რომ ესი არ ექნა, დღეს მე და შენ რა ენაზე ვილაპარაკებდით? და რაზე ვილაპარაკებდით რა თემაზე საერთოდ? საერთოდ თუ იქნებოდა ეს ქვეყანა. მე მანახეთ კაცი, ადამიანი, რომელიც იტყვის რომ მე მზადა ვარ, რომ მთელი ჩემი სამეზობლო, რომელიც როცა ისინი მრავლდებიან და შვილები და შვილები ყავთ, და ცოლები მოყავთ და კიდე მრავლდებიან, მე მანახე კაცი, რომელიც იტყვის რომ ჩემთან იცხოვრეს ყველა. მეზობელმა ცოლი მოიყვანა, მეზობლის ბიჭმა, სამი შვილი ყავს. ერთმა მოიყვანა, მე მეორემაც მოიყვანა. აი მესამემაც რომ მოიყვანა, ვეღარ ეტევიან, იმიტომ რომ 4 ოთახიანი ბინა აქვს და რა პრობლემაა, კაცო, აგერ შემოდი, ჩემთან იცხოვრე. მე რომელი ადამიანი იტყვის რომ მე ამას გავაკეთებ, მაინტერესებს ეს. ესეთი ადამიანი თუ გეგულება და თუ არ იტყვის, რა იტყვის უარს, მეზობლები ძულს. არ ძულს მეზობლები, მაგრამ ეს არ შეიძლება. უბრალოდ შეუძლებელია.